მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით პატარა პაუზის შემდგომ. შევიძინეთ მიკროფონი. ბოდის გიხდით პირველ რიგში წინა ვიდეოში, რომ ხმა იყო ცუდი ჩვენი, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა ამასთან დაკავშირებით და კი, ვიცით, ხმა რო არ ვარგოდა, იმიტომ რომ გითხარით, როგორც მიკროფონი დავკარგეთ, გაქრა სადღაც სიარული სწავლა, ასევე კამერას დაგვიზიან და ასევე გურამა მოახერხა და 4 სტოლბიდან ერთ-ერთს დაეჯახა ლილოში და დრონის გააზიანა და რა ვიცი, ასე შემდეგ გვიღალატა ტექნიკა. აი ეს ის ავტომობილია, რომელიც უნდა გახდეს ჩვენი გამომწერის. ძალიან კარგი სიახლეები გვაქვს, ჯერჯერობით სრულყოფილად არ დამთავრებულა ვთქვათ მოლაპარაკებები ჩვენს და ჩვენს სპონსორს შორის და ამიტომ არ მინდა ჯერ ბოლომდე მოგიყვეთ. იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს ყველაფერი, მოლაპარაკება ანუ ჩვენ შორის და ამ ავტომობილში დაგვეხმარებიან კომპანიები და წვრილ შეიტანენ თავისას და გავაუმჯობესებთ 1-1000, ესე ვთქვათ, როგორც იტყვიან, შეიძლება იმაზე უკეთესიც კი გამოვიდეს, ვიდრე ჩემი E46-ია, რომლითაც ვიღებ მონაწილეობას King of Drift-ზე. აუ გოგიტად მოდის მოაქ კერხერი სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული კერხერი წყლის ვაკუუმი, რაც გამოაფრქვევს ძლიერად, ეგეც კი დაგვიზიანდა მეგობრებო და გივის ვეთხოვეთ. ნახე მაგილას ასხავდა წუწაობე. დღეს არის შაბათი დღე, 17 მაისი არის, დრაგის კვალიფიკაციის დღე არის. ხვალ შევეცდებით რომ მაქსიმალურად რაღაც კადრები გადავიღოთ და შემოგთავაზოთ ასევე დრაგის კადრებიც, ვინ ვის გაასწრეს და რაღაცები. ამ ყველაფერს თქვენ ისედაც ნახავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავტობლოგერი არის, ვინც ესე ვთქვათ, ამ თემაზე იღებს თვითონ დრაგერების და დრაგსტერებიც და სხვა YouTube ბლოგერებიც. აი, რა ვქნა, მინდათ მოგიყვეთ ჩვენი სულ მთელი ეს განვლილი დრო 3 კვირა რაც დავიკარგეთ, სულ წუხილები გვაქვს ესე ვთქვა და არ მინდა რომ სულ რაღაცა ნეგატიურზე მოგიყვეთ. ამიტომ შევიდეთ შიგნით ჩვენთან გარაში და შევეცდებით მაქსიმალურად კარგი ისტორიები მოგიყვეთ და არა ცუდი. წამოვა, გადავინაცვლოთ ნელ-ნელა შიგნით. ეს თორნიკეს შემიძმის მანქანა არის, ეხლა ჩამოვიდა ამერიკიდან პირდაპირ აქ მოიყვანა, ნახე და შევარდნილია თავის მანქანის ქვეშ ამას აკეთებს რა. ჰა? ხო, აგერ არის, აი ნახე გაგიჟებული. თავსახუბს და ბლოკ შორის. ეს ჩვენი ბლოკი. ერთი M4-ის ბლოკი. იქით მეორე გვაქვს. იქით მესამე გვაქვს. გარეთ ახლა მეოთხეს ვრეცხავთ. რომელზეც ავაწყობთ. ნოდო და ლევანი, ნახეთ, ეხები გადმოყოფილი აქვს, ისე იქ მოთავსებულია თავის რაპტორში, უყურებენ დრიფტ მასტერის კვალიფიკაცია არის. ეხლა იდეაში ყველა ერთად უნდა ვიჯდეთ და ბალეში ყოფდეთ საქართველოს, მაგრამ რას ვიზავთ? მუშაობთ და საქართველოს ვერ გულშემატკივრობთ. ეს ნოდო თავის მანქანას ამზადებს, როგორც გამეულ ვიდეოში ბევრჯერ გითხარით და ბევრჯერ ვახსენე სხვადასხვა ავტობლოგებში და სხვადასხვა სტუმრათაც ვიყავით და სიცასთანაც, რომ ჩვენი მიზანი არის, ასე ვთქვათ, წავიდეთ ჩვენს საქართველოს ფარგლებს გარეთ ევროპაში და ამ მიზნის განხორციელებას ვცდილობთ ახლა. ნოდო თავის ავტომობილს ამზადებს, რომ სათანადოდ იყოს, ესე ვთქვათ, გამზადებული და გალამაზებული. დავაყენეთ ეგრეთ წოდებული dry sump, ანუ სუხოი კარტერი, რაღაცეები. ეს ძრავი თან ესე არ დარჩება, გალამაზდება, ეხლა დროებით რაღაცები გადაკეთდეს. დავაყენეთ dry sump-ი, ჯერჯერობით შიგნით სალონი არის შეღებილი, ესენი ახალი ანუ გასუფთავებდა ისევ დეტალები და ისევ დაყენდა, უკან აქ ტიხარი ახალი გაუკეთდა. რაღაცეები, ესე ვთქვათ, შეიცვალა პირველ სერიაში, ბევრად გაუმჯობესდა დეტალები. ყველაზე ლამაზი დეტალი? ასლა არ ვიცი როგორ ყველაზე ლამაზი დეტალი ესაა, ხო არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ ნახოთ. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვა, იმედი მაქვს. კი ბატონო, აქეთ კიდევ იცით ჩემი პირველი drift car-ი, ესე ვთქვათ, ჩემი პირველი სპორტული ავტომობილი დრიფტის.
ანუ არა სპორტის, დრიფტის, რომელშიც ჩავდეთ JZ-ი, დადის გიჟივით და როგორც ყოველთვის მიდის ამახანის აპდეიტები, მიდის და არ მთავრდება, ზუკამ ვერ დაამთავრა. ეხლა ძალიან მალე ორ კვირაში, არა, ჯერ ერთ კვირაში, შემდეგ კვირას გვაქვს King of Drift-ის ჩემპიონატი, სადაც გვიხილავთ ჩვენი ლამაზი 46-ით და იმედი მაქვს, რომ ისევ პირველ ადგილს დავიკავებთ და ვიბრძოლებთ მხოლოდ პირველობისთვის და არაფერი სხვა დანარჩენისთვის. და GDS-ისთვის მოვამზადებთ ამ ავტომობილს, ახლა მაგას ვაკეთებთ, ანუ ძრავს ცვლით, სხვა ძრავს დებთ, აქ რაც იყო ის ძრავი ამოვიღეთ და იმ ძრავსაც აპდეიტებს უკეთებთ, რომ ევროპისთვის ძლიერი ძრავი ქონდეს. სადღაც 1000 ცხენი დაახლოებით საბურავზე რო ქონდეს, რომ ძალიან მაგრად იაროს და მაქსიმალურად safety იყოს, მაგრამ ყველა მიღადავება Mercedes-ის დედაო და ჩადე JZ-ია და არ ვიცი, ეხლა მაქვს ბოლოც და ესე თქვა Mercedes-ის ბოლოც თამაქვს. ეგრეთ წოდებული კოვანი პორშინები უნდა ვიყიდო და იმედი მაქვს გაამართლებს და იმუშავებს და აღარ ექნება პრობლემები და თუ პრობლემები ექნება და გაფუჭდება, პირობას ვდებ, რომ პირდაპირ ამოვიღებ Mercedes და ჩავდებ ეგრევე JZ-ს რა. იმიტომ რომ მართლა დავიღალე და დავიტანჯე. ეს Samsung-ას გადაცემათა კოლოფიც დავშალეთ. როგორც ნახავდით GDS-ის ვიდეოში, გაგვიფუჭდა კბილანები, მესამე სიჩქარე, ესე თქვა აღარ ვარდება, მესამე სიჩქარის აქ აქვს ესეთი პატარა დაზიანებები. ამას და მუხტას. და ეს კბილანებიც უკვე შევიძინეთ, გზაშია, მოდის საქართველოსკენ მოიმართება, ევროპიდან. კარგი იქნებოდა ეხა ევროპაში ყოფილიყავი და უცბად იქვე გადაგვერბინა და აგვეღო, მაგრამ არ ხდება სამწუხაროდ ესე და ველოდებით უკვე მეორე კვირაა ამ ნაწილს. ეს ნაწილი ჩამოგვივა, აქაც პატარა აპდეიტები გავაკეთეთ ჩვენი ავტომობილისთვის. შევფუთეთ ესე ცეცხლ დამცავ ვითომ იზოლაციურ რაღაცაში, აი ამაში შევფუთეთ, ვითომ გაუძლებს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს იმუშავებს, უბრალოდ ვერთობით ესე ვთქვათ. და სხვა მაქსიმალურად რა რეგულაციებიც გვჭირდება ევროპისთვის, პატარ-პატარა დირკები ქონდა წვრილი და რაღაცები, ყველაფერი ამოვავსეთ, ეს ყველაფერი ტექნიკურად უკვე გამართულია. ეხლა გვჭირდება სკამები გვაქვს შესაძენი, რომელსაც ექნება ომოლოგაცია, ესე ვთქვათ. და მაგით გვაქვს ამოღებული, ჩვენ სკამებს ომოლოგაცია არ აქვს და აი თაროზე გვაქვს შემოდებული ზევით. ჩვენის და ნოდოს კამერას. არაფერი ისეთი არ გვინდა მოგიყვეთ. გამოვიდა და არ დაიწყეთ. წამო, ვახი წავიდა. წამო, ვახი წავიდა. BMW იყიდა ბოლოს, ხო? წამო. აჰა, რა გავაღო, გავაღე. თავი დამან. აი ეს ნოდარიმ შეიძინა სკამები თავისთვის. ხო. და განსხვავება კი არაფერი არ არის. მხოლოდ აი ამ სტიკერში ნახე. აი აქ აწერია, რომ 20-30 წლამდე არის ესე ვთქვათ ვარგისიანი და ჩემს სკამს აწერია, რომ 20-24-მდე არის ვარგისიანი და დაურჩი სკამის გარეშე. მაგრამ აი ერთ სკამს ვინახავდი, ნახე. აი იქ მაქვს აი ლურჯი სკამი და იმას 27 წლამდე აქვს ესე ვთქვათ ომოლოგაცია და ხო 27-ის ჩათვლით აქვს 28-მდე ესე ვთქვათ და შეიძლება ის სკამი დავაყენო რა და ნახოთ არ ვიცი უბრალოდ ლურჯი ფერის სკამი არ მინდა რა დავაყენო. მოდი წინ გამოვიდეთ. ეს არის ჩვენი მეგობრის მანქანა, რომლითაც ჩვენი მეგობრის შვილს ვასწავლით მართვას, ავტომობილის ექსტრემალურ მართვას. ძალიან მალე სანამ ის ავტომობილი გათამაშდება და მივახწევთ 33000 გამომწერს. ცოტა ალბათ მე ისე მგონია რომ დიდი დრო არ იქნება, სულ რაღაც ცოტა დრო იქნება და თავიდან ის ავტომობილი რომ გამოჩნდეს თქვენს წინაშე, რომელიც უნდა გახდეს შენი, იმ ავტომობილით გავაკეთებთ ექსტრემალური სკოლის მართვას, ესე ვთქვათ, შევასწავლით დრიფტს და ასე შემდეგ სხვადასხვა დეტალებს და ნახოთ. რა გამოვა, ესე ვთქვათ, ნახოთ. ისინი ნახეთ, ჩემი მანქანა დაშალეს და ჩეთერობენ, იმას უყურებენ. ხო, თავისთან
რა შვებით იქ რა მჭირდება იქ აუხსენი რა მანქანა ყავს უთხარი მაგარია წყობილი მანქანა ყავს ვიცი მაგიტოა შეჭება შიტოკის ბოლტები არ გიყენია ზღვა თურმე უთხარი ხაროს უთხარი რა მანქანა იმ ბოლტები არ აყენია ამის ცხაუროს ბოლტები არ უყენია შიტოკი მაგიტოა და ხო და ნახე მაგას ვიზახი დამიყენეთ მე ეს სამი ბოლტი პედა ბოლტებია დაგიყენი ეს 4 ცალი ბოლტი ამისია ორი აქ უნდა იყენოს ორი ესენი არის შიტოკის ბოლტი და გამიკეთეთ მე მაგას გეხვეწები ჩემი დედაშო დაგიკეთებ ძმა ვარა ეს დამიშალეთ ახლა რა დამიშალე ორი აწყობილი ისედაც იშლება რო დავდივარ ხარაძურება ნახეთ იქით M4 ადუღებს ვერ მიაზუმებ YouTube-ზე თუდად გამოჩნდება ტელეფონით მიზუმებ ამიტომ ყველა ნუ მიაზუმებ დაიკიდე კამერა რო გვექნება მე შეგვიძლია ხოლმე მივაზუმოთ ჰა მიდი ჩაო ყოველ საღამოს ადრე გვტოვებს მაგრამ დილით ადრე გვსტუმრობს ეს ჩვენი გოქსიკას 190 თუკან ახე რა საქმიანი არის იმენა მაგარი საქმიანია მოდის გიხდით მეგობრებო ესე ჭუჭყიან რო გამოვიყურებენ ეხა შიგნით ვიყავი ვრეცხავდი გურამა მოიცალა რაღაცებს რო გადმოვარდა და ვთქვით რომ მაქსიმალურად მალე ჩქარა ჩავწეროთ რაღაც პატარა კადრები რომ მოგინახულოდ ესე ვთქვათ მოგვინახულოდ პირიქით უბრალოდ რა შვებითო როგორ ახლა სკროლაო სალმები ველოდებით ძიძებს ხო სკროლაო და ვისვენე ამას გაიადგეს უნდა დაისვენე სიგრილია ხო სიგრილია ეხა ცოტა ის ხმა გაწვის ისტორია თქვენ ვიღებ დაგერ ბიჭები ხარ წყნარა რა ხვალინზე გეგოსვალა რა როგორ ტვინში უშია თქო იმიტომ რომ ერთმანეთში არ საუბრობ ერთმანეთში არა და ჯერ დავალაგე და მე გავასწრებ ამგეს ხო რა გიყურებდი და შეიძლება დავიწყოთ მაგ ხაყანეთება და მე დავალაგე გავასწრებ კი ბატონო სანდრიკ რა შვები რავა მანქანას ნახე ჩამოვსვია თქოს მოგეწენა ბიჭო სხვის არ შევხედე და ისე კი ზავ დავაი აბა წარმატებები სიმო ხვალე გნახავთ მიდი ხარ ეს რა არის ავადროთ არა მაქვს სხვა აზმათველი ავადროთ მე მაქვს 25-ის 25 გააქვს კი მქონდა თუ არ გადაყარეს შენ მომეცი 25-ი ბიჭო მოგეცი და იმას ფორესტერს მივაკარი დავაი კოცნის ბიჭებო ხვალე გნახავთ გამო ავიდეთ უკან ჩვენს სივრცეში დაუბრუნდეთ ნელ-ნელა მეგობრებო მოკლედ ვიცი ვხედავ რო შლიან ხო ხვალ შემოგთავაზებთ დრაგის კადრებს რაღაცეებს და ასევე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს მოგიყვებით კიდე სხვადასხვა დეტალებს ეხა უნდა გავიქცე დაუბრუნდე ჩემს ძრავს უნდა გავრეცხო გავასწროთ და ბოლოში გადავიტანო სანამ ბიჭები არიან კერხერი იმან მოიტანა ხო კერხერი გოგა მოიტანა და უნდა შეუვარდე ესე თქვა წელს ქვევით რომ აგერ მილიონერი ზუკიტო ნახე ესე მიყურებს და უნდა იმას მივყიდე 25-ად გავატარე აბა მაშინ დაშალეთ მილიონერი ზუკიტო წამოდი ძრავი ამის რა მეწყობა მილიონერი მატორისტი ვარ ბრატა მატორისტი ვარ ვახვა თორე მატორისტებს აქვს შეჩემა ფული თორე სხვა ვიცი მართალი არის არა უშავს YouTube-ზე მოხდება მაგრამ არა უშავს თუ რამეა დაარეკეთ ჩემთან 57700 ბოლო 2 ციფრს არ ვასახებ გარეთ ხე არა ეხა მოიტანა კერხერი რა გავრეცხე რა ჭირს რო უყურებ მე მეშინია იმენა კაი წამოდი შოთა რო აწყობს ის იქნება ბოლო კაროჩი ის იქნება ბოლო კაროჩი ეს მომეხმარეთ ჯეიზეტი ბაზა სიამოვნებაა ჯეიზეტი არის სიამოვნებაა ისა გავრიცხეო შეჭი ანუ შენი რავი დირკები და რაღაცა ბენზინით რაც შევძელი მოვაშორე ნახე ტავახია თუ გავრიცხე ნორმალურად გავრიცხავ ეხა იმ ქაფს და იმებს მივასხავ დესკობებს დესკ ხსნარებს იმას ნოდარა ნახე რა იმენა წამოკოტრიალებული ოფაით გადმო მოგვეხმარე გასარეცხია ბრატ რა ხდება აქ ოპა ჩაისვეს მორჩა დრაგი დრიფტი ხო შიგნით არის აუ რა ეკრანი მოუტანია ტუღუს ნახეთო ტუღუშისა ეს იქირავა უეჭვე ტუღუში ამას არ იყიდო
ხო, ხუთებში ეკრანი ჩამომივიდაო, მითხრა, კი. ზარია. ზარია. ნოდარ. ბიჭო, უკან შუქი გინთია ეს თეთრი. არ დაждდება? დღეა. და უნდა ინთოს შუქი? ადერსკია. ტელეფონის უკან შუქი არის, ეთემ. წავედი მოკლედ. ეხლა ეს მიკროფონი უნდა მოვიხსნა და რავი გავრეცხო. აბა ხვალამდე დროებით მეგობრებო. ეს რა არის? ფუშუში არ ქონდა რაღაცა? დავიდა ანსე. How are you, Mr. Chow? BMW. მოგესალმებით მეგობრებო, ბიჭებო, გოგონებო, ქალბატონებო, მამაკაცებო. ბებიებო. მოკლედ დღეს არის დრაგის დღე, ასევე არის მოტო ჯიმხანა. დღეს არის 18 მაისი. გუშინდელ კადრებს უკვე ნახავდით, რაღაცებს რომ ემზადებიან. აი, გარიკას გულშემატკივრად ერთ-ერთს იქ დგას. შენ დარჩი, მე წავალ და ვილაპარაკებ, რას კაია მიკროფონი გვაქვს. ეხლა მივდივარო იმას ხნან, რა ქვია, ხოლოს ტრეკის დირექტორს ნიკოლოს რომ გარიკას ავტომობილის გატესტვა გვინდა, ესე ვთქვათ, ქვევდა. ნელ-ნელა დაგიბრუნდებით და რაღაცებს შემოგთავაზებთ. უკვე არის გახსნა, დაწყებულია ავტომობილების სტარტის ხაზი არიან. მაგრამ ჩვენ ვერ მოვიცალეთ იმისთვის, რომ სანახაობით დავტყდეთ. სულ საქმეებში. ნახე, აქაც უკვე იყო რაღაცეები მოტოების ამბებში. ვიღაცა მეორეზე გავიდა, ვიღაცა მესამეზე, რაღაცეები ვილაპარაკეს. ზუსტად ვერ გავიგე, იმიტომ რომ მაინც დავრბივარ. მინდოდა ესეც მე ნახებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელი. მაგრამ რაც თავარია, დრაგის გარბენებს განახებთ და არ გამოვტოვებთ. წავით. უკანიდან გადავიღოთ მანქანები. უკანა ნაწილები უფრო ლამაზია თუ წინა? წამო, აბა. შენ რა მარკის ავტომობილს გულშემატკივრო? BMW-ს? ნახე, ამას სიგამაზე ჩვენი ბევრი მეგობარი იღეს მონაწილეობას და ბევრს გულშემატკივროთ. ერთ-ერთი ამ ეგრეთ წოდებულ BMW-ს გულშემატკივროთ, იმიტომ რომ ავთოს ჩვენი მეგობრის განასტროიკებული ABP-ს გუნდის წევრია. აჰა, წყალმა ამოასხა, ნახე, წყალი არის, გადაადო. წამო, მაჩიტა, მაინც თუ ეგეთ რაღაცებს დაკეთებს, გიჟი არის, წამო. ხო და რას ვამბობდი, ესე თქვა ABP-ს გუნდს გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ავთოს გაკეთებულ მანქანებს ვდგავართ გვერდში. და რა თქმა უნდა, ირაკლისას გულშემატკივრობთ. გიჟს. ამ გიჟსაც გულშემატკივრობთ. წამო. რაღაც ისე გამოვიდა, რომ ყველას გულშემატკივრობთ. ყველას გულშემატკივრობთ. ყველა ჩვენი მეგობრები არიან. ავტომობილების გულშემატკივრება. კი ბატონო. ნახე, აი Mercedes-აც კი ნახე ABP ვაწერია, ხედა უკან. ძალიან ბევრ ხალხს ველოდებოდით და იმედია უფრო მოიმატებს. წინა მხარეს გადავიდეთ, არა, რა წამო რა, უკანა მხარეს ვიართ. უკრიდან უფრო მომწონს მანქანები ვიდრე წინიდან. თან მით უმეტეს BMW-ები. ოპა. ყველანი გადავედითო? ყრია ხალხ გახსნა იწყებაო, გადავედი და რამეო და ვერ გავხსენითო და რამეო. აი ხუბები. ნახე რა ლამაზები. წამო, ჩვენს გავყრია, და გადაიწიეთო, ვერ გავხსენითო და რამეო. წამო, ჩვენს იქით გადავედით. წამო. თენგო, იქით გადადიო გითხრეს. არ გეუბნები, შენ უკვე იცი. მოდი გადმოვიდეთ. აი ეს ვერ გავიგე, მე თუ ისა არა. მე? აი ნახე რა ვათრიე?
არა აუ მაგარი ვათია იმენა. ფეხი ჩეჩემ. დაჟე თაჟი მეჭიდა ვაესე გადიო და მაინც ვერ გასწრებ ხო და ფეხი არ გასწრებ. მანქანით ხო გავკარგე? არ გავასწრებ, დავკარგე. მართლა თო მიიჭერ და ისე დავკარგე. სამი ფეხია. გვერდულად გავრბოდი ისე დავგავასწრე. მომისი. აი უკვე. მიდი რაღაც ისაა. ხო ხარ? ზაღო ძირტერი არა. დრიფტერი, ხო უყურე. დაგვია. ხო ყავს ჩქარი დრიფტის მანქანა. მე მყავს ჩქარი დრაგის მანქანა. მოდი შევხვდეთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ზანოში დამეწია. ადგილიდან. აი, მოდი რა გავაკეთე. 400 მეტრი ხო არა? ხო. 400 მეტრი ისე უნდა გაიარო რომ არ გასწრებ. მომისი. მე თავაზობ შენ არა. მე თავაზობ. შეჭემა ისეს მე მე გეუბნები რომ ზანოში ვერ დამეწია. ზანში ვერ დაგისაგას სიტყვაში მათ. არაფერს სიტყვაში გათხოვ ზანოში გაწყნარდი. შენ ზანდოში იქნები? გაწყნარდი. უზავდა რა მაგას ესე? იახვასებ და ამოქმედ და ეგრევე დუღილი, აი. გაწყნარდი. აბა ეხა მაიცე ჩემი დედას პიცა. შენ ზანდოში იქნები? შენს გინდა რამე? კი. რა მანქანით ხარ? რა მნიშვნელოვანი ფოტო? მოიცა მითხარი შეჭემა. უყურე. აი თუნდაც აი მოსახვევიდან 60-ით გამოვალთ ორივე. ხო. მოწყდებით ხო. და რო დავიწყე, ანუ როგორც კი მოწყდებით, ხო? ჩავაფარებ მე, ჩააფარებ შენს ხო. და დამეწიე. 200-200-ს ავიღებ მე ზანოში. არა, ამის საერთოდ არ მოიტესა. აი იქიდან გამოვალ. ბიჭო, ფინიშის ქართული ხაზამდე ხო? ვილვალები. ქართული ხო ხარ? ნეიტრალურზე თავიდან თქვა ქართული ხო? ვერ გავიგე რა. ნეიტრალურზე რაღაც მოსახვევი აქვს დამოღებული დადგება და იქიდან გარბის რაღაც ქართული მატყუდეს. ქართული ჩარჯიბიტის მოდით. მითხარი. შეხედე, აი აგერა ეს გზა. ხო. აი ამ გზაზე მებაზრე. სადამდე ავიღო. აი ეთამდე აიდე. ეს ფინიში არა. აი ეს ფინიში რა 400 მეტრიაცა. მანქანა საბურავი არ ნახე. აროჩი. უგურე. აი ეს ახლა ბოლო შერაცა. საბურავს და გეყო. ჯოიროა ხო, ჩემ ტრიბუნების ბოლომდე. აი ამ ტრიბუნების ბოლომდე. იქიდან გამოვალ. იქიდან გამოვალ. დოსაპიდან გამოვალ. აი ამ აფია, საბურავების ტრიბუნის ბოლომდე. მე ზანოში ვიდგები და დამეწია. ზანოსით დამეწია. მანქანა იდგება ზანდო, შენ არა, მანქანა. აუ, შენ ნუ ხარ, ბიჭო, იაღველებს, ნუ გებასებათ ეს რაღაცები. მანქანაზე ველაპარაკები, აბა ფეხი ხო გედარო შანსი არა. გალი. შენ შეიძლება მანქანაში. და რო გაგასწროთ ხო კითხე დრიფში ხო, რო გაგასწროთ აღიარ. მაშინ ეგეთ იმაზე. რო გაგასწრო. მე შენ მესედესი ბიძინაზე. ბიძინაზე? აბა. ბიძინა სხვა არ გაკადრე, ბიჭო, ბიძინა სხვაგან არის. კაი, ადამიანად გეუნები. ადამიანზე BMW-ს როგორ და თქვა ერთი წელი. არა. აბა მაშინ შეხედე? მე ნახე ყველაფერს ჩამოვდი. შეხედე? შეიც ეგ გამოდის. ანუ ყველაფერს ჩამოდი ხარ? რა ანუ ძმე? რო გაგასწრო დრიფტავს დაანებებ? დრიფტავს დავანებე. ანუ დასანებებელი მექნება შეჭემა რო გამასწრო. დაანებებ? ო ეგრე ანუ ეგეთი ჩელენჯი გინდა? არა, ეს Mercedes-ი. მე ყველაფერზე მოკლებს. ანუ ბიჭო, მე მაგას მე რაც მინდა ერთად. მე მაგას არ ვიზარო, შენ დრიფტს თავი დაგანებებინო. აა ეს Mercedes-ი ნაკებს იატრობს მე ეს. არა, მე უფრო მაგარი შენ ვიდეო რას მაქვს. გინდა აიჩიე? მე გვალი მაგე დააკეთე შეხედე. შარი გზა ესე ვდგა მე თუ დამეწიე ზანოში, ხო. თუ დამეწიე ზანოში. დამოიტარ გაგასწრე. გაგასწა უკვე გაგასწა უკვე გამიარა. ხო და აი ხა მე ვფიქრობ რო წააგებ და უეჭვენე წააგებ. შენ რა გინდა მითხე, რაც გინდა ის მითხე. კაროჩი, ტოქსი. მანქანას ხელი დაადე, რომელი გინდა აქედან? რომელი BMW გინდა? ბიჭო, არ აქცირობ შე რა გია შარზე ხო არა ხარ? აი თქვი მაშინ და გინდა. მაიკას ჩაიცმევ ყველგან და ყოველთვის, რასაც მე დაგიმზადებ. რა, შეჭმა რა მეჭი და დამატება. არა, არა. ვანდალიზმი და ლოლ შარიკა და რაღაცა არა. Rainbow და რაღაცები არ გამიგია. ჩვეულებრივი ჯამთელი იუმორი იქნება და აი, აჰა, წესები რა. ჩაო, მოწმე ხარ, შენ ისეთ ერთი-ორთვის იტოქსი 60-ით მოვდივარ. 60-ით, შეხედე. 60-ით მოვდივარ, აი გეუნები. აი 60 რას ნიშნავს? შეჭმა დოსაფლე. მე მაქსიჩქეზე კარგად ვწდები. აი 60 კარი მოვდივარ. მოვაგვარი მოვდივარ. გას ერთი ტიპი, შუაში მოვნიშნავ სადაც. და ერთ ტიპი რომ ხერს ჩამოიგნოს, მაქედან ზანოს. მე ზანოს. შენ ზანოს ბურნაუთი სხვა რამეა, ზანოსი სხვა რამეა. მანქანა გვერდულად წავა. მანქანა როგორ წავიდეს? კი, მანქანა წავა გვერდულად. ეს სწორზე ბოლი კი არ იქნება. ვერ დამეწევი ანუ ჩქარდებიო მაგასიზა წამოვალ გვერდულად. ამის ვიდეო ვიცი რომ ტორმუზე უჭირს წვათ გასი. ვის უჭირს ტორმუზე? ჩადის ხოლმე სადღაც. ვის უჭირს ტორმუზე? დრიფტერი კი არა ვარ ტორმუზე. ნაკვალებს იღებს ხოლმე რომ აი 200 მეტრი ვიბუქსავი და 300 მეტრი და მე რაღაცები. დრიფტერი არა ვარ ტორმუზე რო ვიდგე. რუსთავიდან ჩადის მარნეულამდე. რა დრიფტერია ხარ შეჭმა შედგა ხარ ტორმუზე თუ გახარ. ვი ბიჭო? ვერ დაუთებ. სამო თუ კიდე მანქანაში გაკივლე ვინგას ტორმუზე. სამურავი. შეჭმა მე რა უნდა. სამუ, всё, ჩაო. მიდე რამე დავამატო, ჩაო. ახლა ჩაოს ერთი. ჩაოს ვაფშე რა. 10 კილო.
ჩაო მაშინ ეს დასწამია, გადი აქედან შეჩემა. ბრის. შენ მაიკა ჩაიცვი და ამას დაუყო. მაიკა შეჩემა, ოღონდ გააჩნია რა მაიკაა რა. გაიჩნია არა ეხა მე დაგიმზადე ერთ მაიკას იქ. ჩემი სახე იქნება თუ რა იქნება? მოდი აქ შენ, მოდი. აი, მაზიანი გვაქვს რომ ზანოში გაგახსნა. ზანოსი რომელია? გვერდურად წავა მანქანა. სიჩქარე რაღაცა დაბუქსებას იძლევა. გაგასრებო, შეხარა წავა. გამოვარდა პაუერიდან და იქნებოდა ზანოს გვერდურად წავა და მე ვწივი. მომისმენე. იქ მატორიდეთ რაც გქონდა. ბოლომდე გრენჩენიას მიდის თუ ვერ მიდის? მიდის დედადა შვება? მე არ მჯერათ. მაგას ვერ იზავს. არ ჯერა. აი ეს ვივა. აბა. და წამოვარ. და უკაცამო. მაჩიტა. მას ავარ გიქეს რა. რა წამოვიდეს მაგდროს. იკაი მაჩიტას ვერ გავუკაჭა ხაჭა. იდე დაამატე რამე. მაზიანია რამე ხვალგინე. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმებით დაიწყო გახსნა. რემონტები მამაზი დღე გაუჩნდათ მეგობრებო. კარგია. ამა ცოტა გავიარე. საზეიმო განწყობა გვაქვს. იმიტომ რომ ვიცით ახლა რამდენი ხალხია დღევანდელ და რასელოვიც იწყება და იგებს ანს ბევრი მონაწილეები არიან ასე თუ ისე მოგროვებული. კიდე როგორც იცი ქვევით რაღაცები გაფუჭებულებიც არიან და ეს არის კიდე დაემატებიან ამას. კლასი. მეგონი დრო არის პრინციპში ოფიციალური სახეც მივცეთ ამ ყველაფერს და საქართველოში ალბათონებოდა ბატონებო. თქვენთან ერთად პერფორმანსების მანქანები ნახე იქით რა მანქანებია. საქართველოს ესენი ყველაზე ჩქარი მანქანები იქნება. საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ეხლა უნდა მოусმინოთ საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. ხმაურია ძალიან ავტოდრომზე, მაგრამ იმედია ჩემი ხმა ისმის. ცოტა ხნის ვიკითხე, ვერ ხვდებით რომ საქართველოს ჰიმნის დროს რატომ არ დგანან რბოლელები ავტომობილებთან, თქო და არ ვიცი თუ გავედით, კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყვნენ უფრო ლამაზი და კარგი გამოვიდოდა. გახსნა. ეხლა ნელ-ნელა ესენი ყველა გადავლეს გახურულ პარკში და ჩვენც წავიდეთ ნელ-ნელა იქით. თან ამასთან ერთად გარიკაც უნდა დავეხმაროთ, მოვაგვარე გახმარების საკითხი. ტრეკზე უნდა შევიდეს, რომ რაღაცა ხიდთან დაკავშირებით კადრებს ნახავთ, დიდ მანქანას რო აკეთებდა რა და რაღაც პატარა ბლოკია, გასაწერი ესე თქვა და იმის გასაწერი. აბა ცოტა ხის დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მალე. ანა როგორც ჩვენ ვიდეოში გითხარით გამშვებებს რო გვიკეთებს ხოლმე ტატოს ხვალშუს ბალეშიკობს იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება ბაროდენ სტუემებია არის სტუემებია იმედი ჩვენთან დრივჩი როგორც BMW-ები აქაც სტუემებია ქოროს M5 ეგეც ABP-ს ნასტროიკით პრაშივკით არის ესე ვთქვათ აქითაც აი აღრიალდნენ ABP-ს მანქანები აღრიალდნენ ყველა ნახოთ იმედია ყველა წარმატებას მიაღწევს კარგად წარმატებები იქ ბალეშიკობს ნახოთ რა იქნება ნახოთ ქოროსაც მივესალმოთ გამარჯობა როგორ ახარ ბალეშიკობს ალბათ მოიცით გამარჯობა წარმატებები დავედით მე ხა უნდა ჩავიდე გარიკასთან უნდა დავეხმარო იმ თემის მოგვარებაში რომ ქვევით მანქანა გავაკეთოთ და შენს დაგიძახებ თუ შენ წამოხარ ბარე მის კადრებიც გადავგოთ ცოტა გადაიღე რაღაცეები და ჩამო
გამოდი ხარ? შიგინაცმა. იხდება. აბა პირველი ადგილი. მოგაწვე? მათე მოგაწვე მათე. მოკლედ ცოტა ხანი შევაფარეთ სიმშვიდეს თავი და მინდა რომ პატარ-პატარა დეტალები მოგიყვეთ ჩვენს თავს რაც განვითარდა ამ გამოვლენილ დროში რაც თვალყურს ვერ გვადევნებით. მოკლედ როგორც გითხარით სამი კვირა ვიყავით დაკარგულები შრომაო რო იტყვიან ნოდარი ესე თქვა და ესე იყო მთელი ღამეები შრომაში ათენებდა რომ თავის BMW მოიყვანოს წესრიგში. მეც როგორც გითხარით ამოვიღე ძრავი რომელიც ძრავით მედო ავტომობილში და ვცდილობ რომ კიდევ უფრო გავაძლიერო და ბოლო შანსები მივცე Mercedes-ის M4 ძრავს და იმედი მაქვს რომ ეს ბოლო შანსები გაამართლებს და ჩემს ავტომობილში დარჩება Mercedes-ის ძრავი თუ არა და ნათქვამი მაქვს რომ ამის მერე უკვე Mercedes-ის ძრავი ახარ იქნება ჩემ ავტომობილში ანუ ბოლოც და არის Mercedes-ის და ძალიან მინდა რომ გაამართლოს ავტომატურად როგორც გითხარით, ანუ ჩვენი მიზანი წელს და მომავალ წელსაც ჩვენი მიზანი არის რომ ვიასპარეზოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. იქიდან გამომდინარე რომ სამწუხაროდ საქართველოში არ არის არც ისეთი კონკურენცია, რომ ეს ყველაფერი წვალებაში რომ ფინანსები ღირდეს ამად და პარალელურად ჩვენი ავტომობილების უკვე ისეთი მძლავრი ავტომობილები არის რომ ითხოვს უფრო მაღალ ლეველებს. და ავტომატურად ჩვენს ბრბოლელებიც ვითხოვთ ავტომატურად მაღალ ლეველს რომ კიდე განვითარდე და არ დავრჩეთ სადაც ვარდი ხა რა დონეზეც. არ ვიცი, უმეტესობა ჩემი მაყურებელი სავარაუდოდ ადევნებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორ ვითარდება დრიფტის თემები და გუშინ კვალიფიკაციას რო უყურებდი დრიფტ მასტერის, მივხვდი რომ ანუ კიდევ ძალიან დავშორდნენ ჩვენ და ანუ ფიზიკურად მათ კონკურენციას ამ ეტაპზე ვერ გავუწევთ. ანუ აი ნოლია ესე მგონია რომ აი იქ ჩავიდეთ და რაღაც სერიოზული შედეგი დავდოთ დაუღალავი და ღამეების თენების და აი რავი 1-6 თვიანი, 7 თვიანი შრომით და ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატებზე ასპარეზობით, ანუ გამოცდილების დაგროვებით, რასაც ახლა ირაკლი შალიკაშვილი აკეთებს და ამ ყველაფერს, რაც თქმა უნდა ძალიან დიდი თანხები, აი უზარმაზარი თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც ვცდილობთ რომ მოვაგვაროთ და სპონსორები ვიპოვოთ, კომპანიები, ვის გვერდში დაგვიდგებიან ამ ყველაფერში. იმიტომ ვახსენე ხა ეს ყველაფერი გუშინ რო უყურებდი, იმდენი ავტომობილი ესე ვთქვათ დაიმტრა, დაეჯახა კედელს და ისეთი ძვირიანი დეტალები უზიანდებათ და საათებში ახლებს აყენებენ, რომ ფიზიკურად მე ხა 2 წელია რომ მყავს ჩემი GT86, ეგ დეტალები ესე ვთქვათ სათადარიგო არც მაქვს. ანუ რო წავიდე და მეც აი ეს ავტომობილი დავაზიანო, სათადარიგო დეტალი არ მექნება და გავჩერდები და ვიქნები მოწყენილი, გაბრაზებული კიდე უფრო ჩემ თავზე. ამიტომ პირველ რიგში ის გითხარით მე რაც შეეხება ჩვენს მომზადებას და შემართებას რომ და მიზანს რომ ეს ყველაფერი ფინანსები მოვიძიოთ სპონსორების სახით, ავტომატურად ეს დეტალები შევიძინოთ, სათადარიგო დეტალები და წასვლამდე ვივარჯიშოთ და სათანადოდ წავრსდგეთ თქვენს წინაშე და მით უმეტეს მათ წინაშე, ევროპელი მრბოლელების წინაშე, რომ ისე არ მოხდეს, რომ ჩავიდეთ და სადღაც იქ არიან ქართველები, ხო, აი ეგრე არა. გვინდა რომ ჩავიდე და თქვან რომ ვაუ, ეს რა მაგარები არიან, რა მაგრად დადიან, საღოლო ამათ, საქმდე სად იყვნენ. და ცოტა ხნის წინ მინდოდა მე თქვა მაგალითი მოვიყვანე ჩვენი საქართველოს ჩემპიონატის, რომ იტაის სადე გეცოდინებათ ყველას
ებრაელი ბიჭი, რომელმაც ვახუხურსიძის ბუჩქის E46 იყიდა ელესი, 2 წელი ჩვენთანი არა და დღეს უკვე ევროპას ესე ვთქვათ ადუღებს ერთ-ერთი წარმატებული შემდგარი დრიფტერია. გუშინ კვალიფიკაციაზე როგორც მახსოვს 85 ქულაზე მეტი აიღო, მაგრამ დრიფტ მასტერზე ისეთი მგლები და არიან და გიჟები, რომ მე-15 პოზიცია დაიკავა 85 ქულით და ჩვენთან კიდე 85 კი არა, 40 ქულა და 30 ქულა არის გადამსვლელიან. შეიძლება 0 ქულითაც მოხვდე ბოლო ასე. რას იზავ. სხვა კიდე რა მაქვს მოსაყოლი, ხო? King of Drift-ზე მაქვს მოსაყოლი რაღაც პატარა დეტალები, როგორც ისიც ზუსტად ერთ კვირაში გვაქვს King of Drift-ის ეტაპი. სამწუხაროდ პირველ ეტაპიდან დღემდე ჩვენ მანქანით არ შევხებივართ, არ ვივარჯიშია. წავიყვანოთ ნიკუშა დოლიძესთან ავტოსერვისში, რომელსაც დაგვეხმარა ეგრეთ წოდებული რკინის სათუნუქე სამუშაოებში და შეგვილამაზა ჩვენი შეღუნული ჟესტების ნაწილები, კარები, რასაც მაგრდება და ასე შემდეგ ყველაფერი. გავაყენეთ ფიბერის კარებები, ფიბერის სახურავი დავაყენეთ, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მანქანა დაგვესუბუქებინა. მაგრამ ფირები აქ დასაკრავად. არ ვინ ხო და არ ვიცით რა ვქნათ ახლა როგორც გითხრათ დაგვიბეჭდავენ ამ ფირებს და მე ან ჩვენი დავაკრავთ ან რამოდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი ჩვენს დახმარებაში და შეიძლება მათ მხოლოდ ჩვენი დახმარება და გავალამაზოთ ჩვენი E46 ისე ლამაზად და ლამაზი ავტომობილი წავიდგეთ თქვენს წინაშე. თორემ ძალიან ნაწყენი და უხასიათოდ ვიქნები რომ მახინჯი ავტომობილით რომ მოვიდე, რაც არ მინდა ძალიან. ასევე King of Drift-ზე დაემატა, ესე ვთქვათ, გუნდური ბრძოლა, ჩათვლები, გუნდურები. ჯერ რო არ მოგატყუოთ ზუსტად დეტალები, არ ვიცი, რაღაცა გუნდებიო, ყოველი შეჯიბრის მე ბოლოსო ცალკე ჯილდოვდებიანო, ისაო გუნდებშიო მინიმუმ 3, კი არა, მინიმუმ და მაქსიმუმ 3 ადამიანი უნდა იყოსო, ანუ 1 ან 2 რო იყოს გუნდითო, არ შეიძლებაო. და ესე ვთქვათ, მე ზუკამ და სებასტიან მალიხიმა, რენატმა ზე 370 რო დადის ლამაზით, ჩვენი მეგობარი, იცგებელმა იცით, გავაკეთეთ ესე ვთქვათ საერთო გუნდი. ამ ყველაფერს შემდეგ ვიდეოში გაიგებთ, King of Drift-ის ვიდეოში, თუ რა დავარქვით ჩვენ გუნდს და როგორ კარგად წავა ჩვენი ესე ვთქვათ ბრძოლები სხვებთან. ეხლა კი ცოტა ხნით დაგემშვიდობებით და სულ მალე დაგიბრუნდებით სტარტის ხაზიდან. დავავხეთ წლები და გავუშვი. დავაი. აბა თქვენი ის ნიკი დავაი, ამოვალ ცოტა ხანი. იო ექიმი მოვიდა ხო? ექიმი მოვიდა ხო? ექიმი მოვიდა და ეხა უშველის მანქანას. სურდო და ყელის ტკივილი აქვს. მიდი ხო და მოვდივა. მეგობრებო, მოკლედ გადამოვედით, ეხა აქეთ სილამაზე ჩაპარკინგებულები არიან ესე. აქ არის შეკრებილი very important people, მეგობრებო რა. ეს არის VIP პარკინგი. დიდად რო გითხრათ, რაღაცა ეხა აი აქ სიარული გიჟდები თქვა, რაღაცა მოგატყობთ. ჩემი დრიფტ კარის ყურება უფრო მირჩევნია ხოლმე. ამიტომ მე ცოტა ხანი დაგემშვიდობებით ისევ. და გურამი თქვენ შეგახედებთ ამ ლამაზ ავტომობილებს და იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს ლამაზი ავტომობილები და ისიამოვნებთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს რო უყურებ. და იყო ლამაზი მანქანები გურამში. ეს დამავიწყდა მე თქვა. ჩვენი წილხვედრი ხელსაწყოები კიდე ჯიბეში ერთი მიდევს, აქ წინ მეორე მიდევს, იმიტომ რომ დავდივარ და ეს ვთხოვნით ყველას რაღაცეთ, მე ვაგროვებთ. ამასაც ნახავდით.
წამოვა, გადავიდეთ ახლა სტარტის ხაზზე და ცოტა ხანი იქ გავერთოთ, ნახოთ ვიღაცები ვიჭორაოთ ის და მერე დაუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ზონას, ჩვენს ავტოფარას, სადაც უკვე ძრავი აწყობილი არის ჩვენი. ბოლო შტრიხებია დარჩენილი. ზუკა იმედია მალე მოვა და ამ ყველაფერს დავამთავრებთ. ჩემს ძრავს დავაქცევთ ესე ვთქვათ ადამიანად. ოღონდ ეს ძრავი არაა რომელზეც გელაპარაკებოდით. ის სხვაგან იწყობა. ეს ჩემი ესე ვთქვათ ზაპასი მეორე ძრავი არის. სათადარიგო ძრავი. ძრავები მაქვს სათადარიგოთ, მაგრამ მოხვევის კუთხე არ მაქვს სათადარიგო, გადაცემათა კოლოფი არ მაქვს სათადარიგო და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრი ძრავი მაქვს სათადარიგო. მაგრამ იმედი მაქვს ეს იქნება ჩემი ბოლო ცდები, ემასოთა და შეახედე, ტატო მოდის, ნახე. ოპა, არ დაუძრა. არ დაუძრა. არ გაუყარა. ტატომ და გარიკა იყო ტატოს კონკურენტი და სამწუხაროდ მარტივად გამოეთიშა გარიკა და ისე მოხდა რომ სამწუხაროდ ბრძოლველად ესე ვთქვათ ჩემი აზრით ტატო გახდება ჩემპიონი 4-ვე წამყვანში. მე ასე მგონია. ნახოთ კიდე მოვლენებს არ გავასწროთ, ნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი დავაკვირდეთ. ყველა ისე მიყურებს რომ დავდივარ ეს კაციო რა შვებაო, რას ლაპარაკობს, რა ხდებაო. აი გიგი მოვიდა, გიგის ვკითხოთ ეს გაროს გამოვართ რომ წავიდა გაბრაზებული. წავიდა? ხარი ხო, რა სიტყვა დავაგვიანა თავის დუელზე. ვიცი ხო, თავის დუელზე ძალიან დიდი ხნით დავაგვიანეთ, მაგრამ რა ვქნით. რავი, შენ ასე ზავდი. მე არაფერი, უბრალოდ რა მაინტერესებს, რა ვერ გავიგე. ერთი გარბენი ხო გაიარა იმან. ვინ? არა, ბაირანი ხო იცი ერთია ყოველთვის. ხო და ანუ ვითომ აკეთებს ერთზე ვერ გამოვიდი, მეორეზე გამოვიდი არა? აი, ვითომ რა აკეთებდა ანუ. ხო აკეთებდა ანუ. ადრე იქნება უყურე ჩემი YouTube არხი და გამოიწერეთ, მაო და უყურე იქნება რომ აკეთებდნენ. ვითომ თქო მე რა მაგარი კაცი ვარ. ვითომ თქო წავიდი, მაგრაც ხელახით მაგრა დააჭირა. ამ ზედის დატოვება დამავიწყდა სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს, ვერაფერს ვერ ვიზავთ. ჩვენ სტარტის ხაზზე როგორ გადავიდეთ? საიდან? რა სტარტის ხაზზე საიდან უნდა მოხდეთ? ესე უნდა მოხდეთ. იქით გველები რო არიან ძალიან ბევრი. იქით. რაო? სრულ ინფორმაციას მავრცელებ. სრულ ინფორმაცია. რა ინფორმაცია რამდენი გველები არიან? ძალიან ბევრი. ნახე, შეახედე ხალხ სტარტის ხაზზე. ნახე რა ხდება მეგობრებო სტარტის ხაზზე. რამდენი მანქანები არიან. ატ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 ა. ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა და იმენა დავიღალე, არ დამთავრდა აქამდე მოსვლა. როგორც ვიცი, ავტო არ ყავთ ბიჭებს. იმედი მაქვს რომ ABP-ს მანქანები არ დაჭირდებათ ავტოს ხელის დადება ABP-ს მანქანებს. გადმოვიდი ნახავთ, მაგრამ უკან მოვარ ისე ხდება რომ აი ჩვენ მობასიცა ვიბრიდები. წარმატებები და ზევი კაპიტან გიბნები. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ბრუნდებით უკან, იმიტომ რომ სხვაგან მოხვდით. აქ ჩვენი ადგილი ნამდვილად არ არის. ძალიან ცხელა. მახოს წარმატებები უსურვოთ. მახო ჩვენი ძმა არის, წინა ვიდეოდან ნახავდი ძრავი რო აგვიწყო. ხო და ასე ვთქვათ, მახოს ძალიან ბევრი წარმატება უსურვოთ. წამო ისე გავიდეთ, ესე გავძროთ. იმენა ამას ქვია სხვაგან მოხვდითო, მაგრა ცხელა. ჩვენ გვიყვარს სიგრილე. ჩვენს გარაჟში ძალიან გრია. აუ, აქ უკვე კაია. აქ უკვე კაია. მიავმა დაუღე რა. ნახე რა ხმაურ, ეგრევე თავი ამატკიץ. ეგარევე. მომენტალურად თავი ამტკიץ. არ ჯობია სრიალი? მაგრად ბევრად
იმის მიუხედავად რომ ჩვენს ხალხს თავს ვატკიეთ. Sandri, აშვები დაგრავო. აი, ამზეზე. ეხა იგი ზაზორი გაქრა და ეხა იქ ზევითაც გაგიშავდება, ხო მაგიტო გაგაკეცი. ხედავთ ხო? Magračas. რა უხელო მერანჯი უფრო მაგრაჩას. არიო? მესამეო გადამწყვეტი ორთაბრძოლა არისო ეხლა. არც აძლევს. აი მიცა მაგივალ სტარტი. მოვიდნენ. ორივე აბეთი. არა. კი. ორია. სანთან დაუქმია გავაძებდი. ის მიჩემი ხმა კაგა. მეგობრებო, ძლივს შევარჩიეთ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი. გავარდა გუბერაოს და სიამოვნებას, მიაუგუბერაოს. და აქედან კარგად უყურებ, არ ძალიან ბევრი ხალხია. აი დალეგება დაიწყიო. ეხლა რემოვასარი გადაღება, ასე საბოლოოდ გადაუჭი გადმოუჭრე და ეხლა თავს აღკრიშ. ინძელის. ოსაკტოკო შენ ეგრე და ჩაოც ეგრე შევაზუსტად. აი ესე შვებიან, ახლა გიო. ესე შვებიან ხოლმე და ჩაოს მაიკა დავხიებია. მეგობრებო, დრაგი მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენს ტკიებში ვართ. ჩვენი პრობლემები გვაქვს. ჩვენ თავზე გვაქვს მისახეთ. ოეს მართალი. ტოკო ჩაგწერე, ტოკო. არა, მეგობრებო. მეც მერსედესი ადამიანი ხო არა? მელაპარაკება ხო დილას რომ დგებით, ქოქავ გვიბაზრება, მაგრამ ნუ ჩაომტვინი. აიო, კაროჩე გიორგი მათ ტვინი ბოლომდე. აიო. კაროჩე და მაგიტე ხამდა გავტესტოს, კაროჩე, ანუ მე ჩამოვიყვანეთ რა და უნდა ვნახოთ, ანუ მერსედესი მაინც ადამიანი დარჩება, კაროჩე და დრიფტში ყოველთვის ჯეიზეტს ვაღიაროთ რა, ეხა ბიუჯეტი გარბის, ნუ კაროჩე, ჯეიზეტი სხვა ლეველია და ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა ბიუჯეტურ ვარიანტში, ნუ აი სხვა რა სამუშაო ტანსაცმელიც კი, ნუ სხვა რა გზაზე? არა, ფეხებზე არა. ფეხებზე ძალიან ძვირიღიც კარ. მალე. ხო და ნახოთ, კაროჩე, ანუ BMW ყოველდღიურ მანქანად როგორი მანქანაა, მაგრამ ნუ მერსედესი მაინც მერსედესია და ჩვენ გულებში ყავს მერსედესა და მე ამაზე უნდა ჩავიწეროთ თოკოს განხილვა. ხო უეჭველი. BMW-ს განხილვა. BMW და მერსედესი დავაყენოს და შევადაროთ. კაუჩი E-კლასი
და მეხუთე სერია. ეკას ვინ თუ მოიწ? სურთ, короче, გიორგიმ შეადოთ, მაგრამ გიორგი ალბათ მიკერძოებული იქნება, короче, მაინც BMW-ში გადაი. რა გინდა, მაინც ეხა ადამიანი გვჭირდება, ვინც ზუსტად იტყვის, короче, რომელი ჯობია რა. რა გინდა, გიოც ხარს უჭერს Mercedes-ი. ხო, არა. აბა ძრავზე ერთ შანს ვაძლევო მაინც. კი, შანსი უნდა მივცეთ Mercedes-ს. იმსახურებს ყოველ შემთხვევაში. Mercedes ნახოთ აბარას იზამს ეგ ძრავი, ხანს საინტერესოა. რა BMW-ს ვაკეთებ, სულ გაფრთხებული შეიძლება იყოს ამერიკიდან BMW და რა. აქაც BMW-ს ნაწილები ყრია. იქაც ნაწილები. ჩაოს ვაჩუქოთ ის ნაწილები, მეგობრებო, ვისაც თუ გსურთ ჩაოს ვაჩუქებთ იმ ნაწილებს, აი ჯეტაში Volkswagen-ში ჩაულაგებთ და სახში გავატანთ, короче. BMW-ში თოქს, რომ კედელზე ჩამოკიდოს გაგლეჯილ შითოქს. ჩაო, სურპრიზი, შეც გიკეთებთ საჩუქარს, ჩაოს უკეთებთ საჩუქარს, რომ BMW-ს გაგლეჯილი შითოქს, მინდა ვაჩუქოთ, რომ სახში კედელზე დაიკიდოს, короче. BMW-ს და ის მაიკას რო აქ ემები რო აწერია, რომ მიაკიდოს კედელზე. ჩაო. სად არის ჩაო ეხა? ჩაო, არ ვიცი ჩაო სად. სად იქნება? დაბოდიალო წინ დაუკანა, მაგ ხელის განძრევა ეზარება. სო, წავედით. მოვიდა. შემთხვევაში დატო ნამდვილად არ შეხვდება დატორს. კარგი სტარტი ქონდეს. აქ რაღაცა სხვა რაღაცაშია საქმე. ნახოთ. კარგი სტარტია. არა. თოკო უნდა დაადუღო? ვაკიდეთ, короче, იმედია იქნას არ დავადოთ. დოვრაძეს კარგი სტარტია. კარგი სტარტი ქონდა და როგორი კაი გაგზავნება მოაყოლა. ეს ამაც არება. ასე სურათს აი ეს ძალიან მაგარი არბენია. ეს გადაეცა და ეს არის ფანტასტიკური მომენტი. აი აკლარენს გაასწრო ხო არ გადავა. არა ეს მოგონდა დემოაში განა. მობილის გამსახურებაა. ბრავო ალექსიშვილი. ჟუკა სმარტმა გაასწრო McLaren-ს. სმარტმა გაასწრო McLaren-ს. მოდი მაინც დავკეთებ ოპერაციაშია. რა თქმა უნდა 10-4-23. ის McLaren ფარი და ის Smart. არა და ეგ მაინც უნდა გეთქვა რა. არა და უფრო ეხა ვერ გაასწრო. რაღაცა ძალიან არ დაგკრობია რაღაც ოჰო, ეგ არ დავამოღამე.
ვა. VIP გაქვს ჩაო. ის მაქვს რომ მაკლარენი მოწოდების სიმაღლეზე იქნება. საოცარი გარბენი. კი. აი სიჩქარის გადართვა იმ მომენტში. აი შეხედეთ გამეორებაზე სიჩქარის რა მომენტებში უცვლი და რაღაც აი ეს იყო პერფორმანსი მართლა ჩამორჩენიდან ამოვიდა თან. ნე აი ეს რა ხდება? სუფთა დაიძრა თან. ფანტასტიკა. არა თან დაევოდა. ეს რა გააკეთა? თან დაევოდა აშკარად. ისეთი სურათი დადგა მე სრულიად საპირისპირო რომ მეგონა. დამადექი უცბად ისე დაბრუნდი. სპარაგიზა. ბოლოს სიტყვები ვთქვა ხო უნდა. გინდა გამო. აი აწყობილი ძრავი. ხო აი იქნებოდა მომემს მე დავუჭერ. აი აჩვენებდი ალბათ ხო? წინა კადრებში ნახავდით რომ ძრავს ვაწყობდით, დღეს ძრავის პროცესში ვიყავით აწყობის. თითქმის ესე ვთქვათ ბოლოსკენ გავედით. ეს და უკუმა მეჭირა. უკვე 9 საათი ხდება. დრაგიც მორჩა, გამარჯვებულებიც ვიცით. ტატო მოიგო 4-ვე წამყვანში. და რა ვიცი, აბა სამწუხაროდ დღეს ვერ დავასრულოთ ჩვენი ძრავის აწყობა. ხვალ უკვე ლილო არენასკენ ვინაცვლებთ. რომ ვივარჯიშოთ და ჩვენი მანქანა მოვამზადოთ. შევეცდებით რომ მაქსიმალურად ბევრი კადრები დავაგროვოთ და შემდეგ კი გოდრეფტის YouTube vlog-ში ნახოთ უკვე ბევრებული და განჯასაღებული ვიდეო. აბა დროებით წარმატებები გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, მოიწერეთ ეს ვიდეო და რაც მთავარია არ დაგავიდეთ კომენტარებში, დაწერეთ მინდა მოვიგო გიორგი კოდუას დრიფტკარი, რადგან შეძლოთ ჩემი მანქანის მოგება. ოღონდ გთხოვთ რომ ნუ წერთ ბევრჯერ, დაწერეთ ერთხელ, იმიტომ რომ მაინც პროგრამა თვითონ ერთს ამოარჩევს. აბა დროები და შევხვდებით ძალიან მალე.